მოგესალმებით. ამ ვიდეოში იხილავთ რამოდენიმე ამოცანას. ყოველი ამოცანის მერე დრო გექნევათ მოსაფიქრებლად და თუ დროში ვერ ჩაეტიეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. ჩაინიშნეთ თქვენი პასუხები და ვიდეოს ბოლოში გადაამოწმეთ თუ რამდენად სწორად უპასუხეთ მათ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ახლა კი მოისმინეთ პირველი ამოცანა. ერთ წვიმიან დღეს ანტიკვარიატებით მოვაჭრე ადამიანი გუბეში ჩაგდებული იპოვეს. მას ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, მაგრამ ჭრილობა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ეტყობოდა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ამ საქმის გამომძიებელმა გამოკითხა სამი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ მკვლელობაში. პირველი იყო ცხოველი, რომელსაც მოკლული ქმარი ყოველდღეს სცემდა. მან თქვა, დილას წავიდა თავისი ქმარი ვალის გასასტუმრებლად, თან მიქონდა $5,000 და შეიძლება გზაში გაძარცვეს და მოკლეს. მეორე მოკლულის ბიზნეს პარტნიორი, რომლის ვალიც ჰქონდა. მან თქვა, ველოდებოდი, რომ ფულით მოვიდოდა, მაგრამ ის არ გამოჩენილა. მესამე ადამიანი, რომელიც ნაკლებად თანაუგრძნობდა გარდაცვლილს, მან მიანიშნა იმაზე, რომ გარდაცვლილი ცუდად ექცეოდა ცოლს და ეს ცუდი საქციელი წინ დახვდა და მეტიც შეიძლება ეს ცოლს შურისძიების მიზნით გაეკეთებინა. ქალი კი ამ იდეით შეძრწუნებული ჩანდა. რატომ გავაკეთებდი ამას ახლა? შემომხედეთ, მთელი კვირაა და სილურჯეც კი არ მაქვს თვალის ქვეშ. გამომძიებელმა ამ ჩვენებებზე დაყრდნობით გაარკვია, ვინ იყო დამნაშავე. თქვენი აზრით, როგორ მიხვდა, ან ვინ იყო მკვლელი? სკანდალური საფეხბურთო მატჩის შემდეგ მსაჯმა ირაკლიმ ბოლო წუთზე დანიშნული პენალტის გამო გულშემატკივრების რისხვა დაიმსახურა. ქუჩაში ხალხი აბობოქრდა. შეშინებული ირაკლი და მისი ცოლი ნინო სასტუმროს 200 მეტრე ნომერში დაიმალნენ. ირაკლიმ ჩათვალა, რომ ცოლთან ერთად გაქცევა სახიფათო იყო. მან ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტა. ცოლი გააფრთხილა, რომ მის გარდა კარი არავისთვის გაეღო, თავად კი ფანჯრიდან საწვიმარი მილით ჩაძვრა და გაიქცა. გვიან ღამით, როცა ირაკლიმ ნინოსთან დარეკა და მან არ უპასუხა, ის ანერვიულდა. მან სასტუმროს ადმინისტრატორს, გიორგის, სთხოვა ოთახში ასულიყო. გიორგის ოთახის კარი ღია დახვდა, ნინო კი საძინებელში მკვდარი იპოვა. პოლიციამ რამოდენიმე ადამიანი დაკითხა. გიორგი, ადმინისტრატორი. მთელი ღამე მისაღებში ვიჯექი, მხოლოდ მაშინ ავედი ზემოთ, როცა ირაკლიმ დამირეკა. ოთახის კარი უკვე ღია დამხვდა. ერიკა, მე ეზოვე. მე დავინახე, როგორ გამოვიდა გიორგი მსაჯის ნომრიდან. საიდან ვიცოდი, რომ მისი ნომერი იყო? იმიტომ, რომ კართან იდგა და 209 ნომერში აკაკუნებდა, სანამ შევიდოდა. დათო, გუნდის მენეჯერი. მსაჯი მძულს, მაგრამ მთელი ღამე ჩემს ოთახში ვიყავი და გარეთ საერთოდ არ გამოვსულ ვარ. ლევანი, მრჩეველი. მთელი ღამე სასტუმროს ბარში ვიყავი, ხალხში. ნინოს საერთოდ არ ვიცნობდი. პოლიციამ ოთახი დაათვალიერა. ოთახში ავეჯი დამსხრეული და არეული იყო, თითქოს ვიღაც რაღაცას ეძებდა. თუმცა გამომძიებელმა ერთ-ერთი ეჭმიტანილის ჩვენებაში მაშინვე დაიჭირა ტყუილი. სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბებო, რომელიც გრიპით დაავადდა. ექიმმა მას გამოუწერა 4 ტაბლეტი წამალი. აქედან 2 ტაბლეტი იყო სიცხის დამწევი, ხოლო 2 ხველების საწინააღმდეგო. ბებომ აფთიაქში შეიძინა ეს წამლები და შეფუთვის გარეშე წამოიღო. სახლში მისულმა შეამჩნია 4-ვე წამალი ერთმანეთს გავდა, ზომით და ფერითაც კი. ვერაფრით გაარჩევდა ერთმანეთისგან, მაგრამ უკვე გვიანი იყო და ვეღარ მიასწრებდა აფთიაქს. არადა აუცილებლად უნდა დაელია 1 ტაბლეტი ხველების და მეორე ტაბლეტი სიცხის დამწევი წამალი. სწორედ მაგ მომენტში ბებოსთან მოვიდა მეზობელი გოგონა. ბებომ კი უამბო თავისი გასაჭირი. როცა ეს ისტორია მოისმინა, გოგონამ ეგრევე გადაჭრა ბებოს პრობლემა და დაეხმარა მას. თქვენ როგორ დაეხმარებოდით ბებოს ამგვარ სიტუაციაში?
გამომძიებელმა დაასკვნა, რომ მკვლელი ცოლი იყო. მან განაცხადა, რომ ქმარი დილით წავიდა და იმავე დღეს მოკვდა. თუმცა ცხედარს დიდი ხნის გარდაცვალების ნიშნები ჰქონდა. გადამწყვეტი დეტალი იყო მისი ფრაზა: მთელი კვირაა, სილურჯეც კი არ მაქვს. ეს ნიშნავს, რომ ქმარი იმ დილით არ ყოფილა ცოცხალი. ამ წინააღმდეგობამ გაამხილა, რომ ქალის სიმართლეს მალავდა და მკვლელობა მან უფრო ადრე ჩაიდინა. მკვლელი არის ერიკა. მე ეზოვე. რატომ? გაიხსენეთ ირაკლის ჩვენება. მან ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტა და ცორი გააფრთხილა, რომ კარი არავისთვის გაეღო. თუ ერიკამ დაინახა, რომ გიორგი 209 ნუმერში აკაკუნებდა და შევიდა, ეს ნიშნავს, რომ ნინო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კარი მან გაუღო. თუმცა ადმინისტრატორმა თქვა, რომ მას კარი ღია დახვდა. ეს ნიშნავს, რომ მკვლელმა ნინომ მოკლა, ოთახი არია და გაქცევისას კარი ღია დატოვა. ერიკამ კი ჩვენებაში თქვა, რომ დაინახა, როგორ შევიდა გიორგი კაკუნით, რაც შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს ნინო უკვე მკვდარი იყო და კარს ვერავის გაუღებდა. ერიკამ უბრალოდ მოიგონა კაკუნის სცენა, რომ გიორგიზე ეჭვი მიეტანა, მაგრამ ამით საკუთარი თავი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ტაბლეტების გარჩევა შეუძლებელია, რადგან ზომით და ფერითაც ერთმანეთს გვანან, არსებობს ამ პრობლემის იოლად მოგვარების გზა. ამ შემთხვევაში ყველა აბი უნდა გავყოთ შუაზე და ყოველი ნახევარი უნდა მივცეთ ბებოს. აი ასე დაეხმარა მეზობელი გოგონა ბებიას.